ჩამოჯდები თუ ხელს არ შეგიშლით. თქვენი ნება ოგოდნოს მაუგ. გითხულობთ? არ გითხულობ. მომეჩვენე, არა, ვსწავლობ. უცხოენის სახელმძღვანელოა. გასაგებია. დღეს ეგ ძალიან საჭიროა. დიახ. უცნაური ნიკაპი გაქვთ. რა ბრძანეთ? აი თქვენმა ნიკაპმა დამაინტერესა. ხო, შრამი მაქვს. არა, ვერ გამიგეთ, აი სახის ამ ნაწილის იზოლირებულ შეფასებას კი არ ვახდენი. ბატონო? იცით, აი სახის პროპორციასთან შედარებით საერთოდ გასაგებია. არა, აი ურად გაყოფილი ნიკაპი. ეს შრამია, უკვე გითხარით. ხო და მიუხედავად ამისა თქვენ გაქვთ ღრმა ნაკეცი, ვერტიკალური. რა მერე? იცით, ასეთი ნიკაპი მხოლოდ საკუთარი თავის მოიმედესა აქვს, გესმით? გმადლობთ. აი თქვენ არის ადამიანები, მარტოობას ირჩევენ. ხო და დამტოვეთ მარტო. თქვენ გართობას და დროის უქმად კარგვას, შრომა და წიგნი გირჩევენ. მართალი ხართ. მაპატიეთ. იცით ეს ჩემი ნიკაპი არ არის. ეგ როგორ? ის ტრავმის შედეგად გახდა ასეთი. აი, იქნებ მითხრათ, როგორი იყო თავის დროზე, ადრე? ის იყო ბრტყელი, დაახლოებით თქვენის მსგავსი. თქვენ ანგარიშიანი ყოფილიყართ. პრაგმატიკოსი. უკეთესია. ცდილობთ ყველაფერში სარგებელი ნახოთ. დაამთავრეთ? საჭირო ადამიანებთან დაახლოებისთვის ყველაფერს გააკეთეთ. მეტისმეტი ხომ არ მოგდით? აი, თქვენ ნამდვილი მეგობარი არით ხართ. რა კი ასე ფიქრობთ? არა, მე კი არ ვფიქრობ. ეს ძველი ჩინელებია. საწუხაროდ ისინი აღარ არიან, მაგრამ მათი გამოკვლევები დღემდე არსებობს. და თუ ამდენი იცით, იქნებ დამაცადოთ. მაპატიეთ. უბრალოდ მეც თქვენსავით მარტო სული ვარ და ვიფიქრე. ჩემსავით? დიახ. დამანებე თავი. მაპატიეთ. ბოდიშ გიხდით. რა დავაშავე? უკაცრავად რა დავაშავე? ნუ წახვათ რა ერთი წუთით ნუ წახვათ რა რაღაცას კითხავ და მე თვითონ დაქტორი გავქრები ერთი წუთით რა გთხოვთ მხოლოდ წუთით გისმენ იცით მამა დიდი ხნის წინ გარდამეცვალა ვიზიარებ ის ჩემი დედინაცვლის გვერდზე დავასაფლავე ნუ თუ ეხლა მინდა რომ დედა ჩემის გვერდზე გადმოვასვენო ბოლი ყოფილი დედა ჩემის გვერდზე სადაც მეც დავიგზავნე მე რა საზოგადო ჭირის უფალი ვნახე. თქვენ ქრისტიანით რა? რა თქმა უნდა. აი ღვთისმადლით იქნებ მიპასუხოთ რა, რამდენად ქრისტიანულია ეს ყველაფერი. მე გიპასუხო? იცი, დანამდვილებით ვიცი, რომ აი ძველი საფლავიდან ახალში გადასვენება აკრძალული არ არის. და გადაასვენე. არა, როგორ ის გადაასვენე? ქრისტიანული ტრადიცია გარდაცვლილების მიმართ მოგზაურობას მოითხოვს. ამიტომ თუ გადასვენება აუცილებლობით არ არის გამოწეული, უნდა ვერიდო. და ჩემთან რა გინდა? მამაო ხომ არ ვარ? მე ხდელმა მითხრა. ისე მოიქეციო, როგორც გარემოება გიკარნახებსო. მიდი მერე, მიდი. რესო თქვენ ჩემი ერთადერთი გარემოება ხართ. და უნდა მიკარნახოთ.
ესე თქვენი სახელი? შენ ვიღაც ხარ იცი არა ნორმალური. ბავშვ გაახვიძებ, ხოლმე სახელი მითხარი რა. თავი დამანებე იდიოტო, რაფერსაც არ გეტყვი. თუ ვერ გაიგე ამბანური ჭეშმარიტება. გარეული 1000 წილად უფრო ადვილად დასარწმუნებელია შინაურ მტერზე. ეს ყველაზე საშიში შინაური მტერია. ვინაიდან ოდითგან მეთქმულა. ციხე შიგნიდან ტყდება. ღმერთი შეაყვარე ამ ქალს ეს ბავშვი. მოშორდი ბავშვს. ხელი არ ახლა თორე ვიყვირებ. იყვირე. იტირე რამდენიც გინდა. ეს უკაცრიელი ადგილია, ქალაქის ცენტრში. ეგ ძველი ტუალეტების მეტი არაფერია. რომლებიც ჩემმა მეგობარმა შეისყიდა. კაპიკებად. როცა ფული შეიცვალა. უნდა რომ დაანგრიოს და აქ კრემატორიუმი ააშენოს. ხომ ჭკვიანურია, ა? მერი! მე ისიც ვიცი რომ შენ 2 შაბათს, 4 შაბათს და პარასკევს თავს არიბან. სახში ბებერი მამა და იდიოტი ძმა გყავს. საღამოც თუ გაგივარდა პური ხელიდან აღარ აიღებ. დილით კი ნამცეცებს აგროვებ. ეშმაკი არ დაეპატრონოს. ღამით დარაბებს მაგრად ხურავ. ჩიტი არ შემოფრინდესო. ღამის ჩით თურმე ცუდი ამბავი მოავსო. ეხლა შეგიძლია წახვიდე სახლში. ოთახის მცენარეებმა ხო არ მოიწყინეს. ცუდის ნიშანია. ხელი გავუშვი. ხელი გავუშვი მომეცია. შენია? ჩემი აბავისია. ძუძუ საჭმე. რა თქმა უნდა. მართლა? მედი აბა მეეცი. როგორ? ძინავს. რა ძილში აჭამე მედი. არ შემიძლია. რატომ? დაიხჩობა. ვინახა რა გინდა? ობოლი ვარ. დედინაცულსაგან ნატანჯი და ობლობაში გაზრდი. მე ჩემგან რა გინდა რა? რამაზე საყურე გიგეთია? ძვირფასია? არა, ბიჟუტერია. აი წაიღე. წაიღე მიდი. საყურე შენ გადაკენსილ ნიკაპს უფრო მოუხდება. ღმერთი ახლა რას გეტყვის? აი საყურეს კი ბევრი რამის თქმა შეუძლია თავის მფლობელზე. არ ვიცი და არც მაინტერესებს. აი ძველ რომშია რა. საყურეს მონებს უკეთებდნენ ხოლმე. შენ ხარ მონა? ახლა ბავშვი გაიღვიძებს და იტირებს. ეს ბიჭია. გოგო. სულ 5 თვისია. ადამიანია ხარ. ვარ. შენ მასხარა ხარ. რა ვერ გაიგე? შეგემდეს კითხულობ. აუკაცრავ. კითხულობ კი სწავლობ. სწავლა სიკვდილანდის. თვითონ რომ მაგენასანამ ისწავლე სული ამოხდება. გემუდარება. შიმშილი, სირცხული და მათხოვრობა მოგიღებს ბოლოს. აი დედაჩემს პურის რიგში გაუხდა გული. ზედარ შეუხედავთ, ტალონი მოპარეს. მე უმუშევრობის გამო ცოლი გამექცა. მამაჩემი პენსიის რიგში მოკვდა. მე რიგში აღარ დავდგები, გესმის? მე ყველაფერი ურიგოთ მინდა. მე მაიმუნი ვარ. რამუს პირველი. შენ ძიმენი ყო რამუს პირველი? ნამდვილად არ ვიცი გემუდარები. გემუდარები ხელი გავუშვი. კარგი, დაწუნე. კარგი. გეტყვი. კარგი, მოაკვდი მე რა. მილადებმა არქეოლოგებმა კატაკომბებში, სადაც უამრავი რომაელი იმპერატორია დაკრძალული, აღმოაჩინეს სახელმწიფო ბეჭედი, სკიპტრა და ბრინჯაოს ფირფიტა. სლოგანით: დიდება იმპერატორ რამუს პირველს. აი რამუს პირველი კი მაიმუნი იყო, ისმის? ნამდვილი მაიმუნი. ის წელიწადში ერთი დღე განაგებდა რომის იმპერიას. ამიტომ შესაბამისად დაკრძალეს რომის იმპერატორთა შორის. რა არგზი რა? ჰა? ამას პლუტარქიც ადასტურებს. შენ ცივილი ყო პლუტარქე, ჰა? თუმცა შენ ზმნის 16 დროში უღლების მეტი არაფერი არ გეცოდინება. უკვე ბებერი ხარ, გესმის? ბებერი. შენ ხელებს უცხოელები სამსახურში აღარ იღებენ. ამიტომ გირჩევნია. გირჩევნია ჩემთან ერთად.
მიტყვი რომ დიდება იმპერატორ რამუს პირველს მიდი იყვირე. გაუმარჯოს. არ ვარ გა. დიდება იმპერატორ რამუს პირველს იყვირე. გაუმარჯოს. არ ვარ გა. გაუმარჯოს. გაუმარჯოს გამიშვი. იყვირე. აი გამიშვი. გამიშვი დასმის გამიშვი. არაფერი მაქვს. აი ჩემი ჩანთა. შიგ ცოტა ფული დებს. აი შემიდი წაიღე და წადი. შეურაცხყოფას მაყენე? კარგი, მოდი ნახოთ ჩანთა. ერთი შენ სულში ჩავიხედოთ. ბუტარბული. ასე. ბოთლი. სატყუ არა. ბავშვის ძველი ტანსაცმელი? ასე არის, ალბათ კენგურუა, ხო? ფული? აი. ფულიც აქ არის. შენ მე გამაწვილე. რატო? ყველაფერი აცაგდეს. მიდი. შეხედე. მიდი, წაიღე, ხო, წაიღე. შეჩავიდე, სოსკა დავსე. რატომ დამცინი? მე არაფერი გამაჩნია გესმის. ერთი ბუდელი 4 მაქვს საერთოდ ერეფაში. მართლაც სამადყოფი მამა და ძმა მყავს. სწავლობ ჩემით, რაც შემიძლია, რომ როგორმე თავი გავიტანოთ. ბავშვი. შვილი დაგავიწყდა შენი მთავარი სიმდიდრე. ამას არაფერი ეთყობა ნაშიმში ვარის. აი ესეთ ქვეშაგებში სიზმარშიც კი ამძინებია. მატყუებ რა? მე ძიძა ვარ. ამ ბავშვის ძიძა, ეს ჩემი შვილი არ არის. ეხა დამცინე, ხო? არა, არ დაგცინე. როგორ არის დამცინე? არ დაგცინე. აი შენ მეყოფილ ხარ. თურმე. ავადი ყოფი. იდიოტი. და მანიაკი ხარ. გამოიცანი. მანიაკი ვარ. ეხლა ეს მითხარი. ეს ანგელოზი. მოიტაცე? რას ამბობ? ჩემი გაზრდილია. რატო მობოლია ჩემსავი? მეთმა დაიფაროს ძალიან კარგი დედა ყავს. და მამა? ვიმედონებ მამა უკეთესი ყავს. მამამ დაბადებამდე მიატოვა. სულ ორჯერ ყავს ნანა. ზღარი. გარეწარი, გველის ციტილა და ვირიშვილი. დედამისი ზუსტად მასი ამბობს. დედამისი? ხო. ძალიან გაწოლდა. კიდევ კარგი სამსახური შოვა და ხელფასი აქვს. აბა რა უნდა იქნა ნარდოს? ხო? ხო? ეხლა ხედა უკვე სხარტად მპასხობ. მართლა? კი. ახლა გამიშვე? მეტი არაფერი ვიცი. მე თავარი მითხარ. არ ვიცი მთავარი რა არის. შენ ვინახე, შენ? მე? ხო, შენ ღვთის კრავო. ხომ გითხარი, ძიძა ვარ. აი ამ ბავშვის ძიძა. აი ვერიშვილი ციღვიძებს. პირზე ციცინათელას. დამდილი დედოფალია. მაგრამ რა თუნდა ამ ანგელოს ეს ძონძები? რა ძონძები? ესე. შენ ჩანთაში რომ ყავს. ესე ჩემი. ეს კენგურუ, ზღმურტლიანი ტანსაცმელი. თუმცა სამეფო ეტლი გააჩნია. იცი, ესენი ჩემებია. მე მჩუქნი. ისთვის. მე მჭირდა. ჭირდება? რომ ეს ბავშვი შემოსო ამ ფლასებით და მთელი დღე ღვთის გახასავით იმათხოვა რა? რო ჩაისვამ ჩამპალ კენგურუში და მთელი დღე სადარბაზოებიანო.
თან სახლში ბრძანდებოდი და ხუდაც წამგლიჯე. საყურემ და ბავშვმა გაყიდე სულე. მეც ყველაფერი გავიგე შენზე. ნუ თუ ასე ცოტას გიხდი, შენი მზეთ უნახავი და წამებული ქალბატონი. არა ვერ დავიჩივნე. მაგრამ მარტო საჭმლის ფულია ჩემთვის. აი ესე იგი ნაწილს დედა გიხდის, ნაწილს შვილი, ხო? ბრავო, მე შორს წახვავ. ნიკაპე არასოდეს თქოს. ვიცი, ყველაფრის ღირსი ვარ. უსულბულო ვარ და არა ადამიანი. მაგრამ აი ეს ჩემი გამოსავალია, გესმის? ახლა ამასაც თუ დამაკარგინებ. სიგარიბე ცოდვის დედა. მაგრამ ამავე დროს უდიდეს გამოგონებათა მშობელი. მართალი ის არის ბავშვი როცა წამოიზრდება ისე დარჩება. მაგრამ მანამდე მოვასწრე. რას მოვასწრე, რას? ენის სწავლას? ფულის შეგროვებას. დღეში რამდენი შეუძლია? 15? რა, 20? 30. არა უშევს. იქაც ხელფასი და მზითების გექნება. კომპიუტერისთვის ვაგროვებ. მართლა ყველაფერი გითხარი? წადი აქედან. ჩქარადი კიდე წადი. იშვე? რატომ? რა გინდა ჩემგან? გინდა რომ დამაბეს ხო? ჩქარა სანამ გადავიფიქრე, წადი აქედან. ხო, კარგი. აი, მივდივარ. გავრბივარ. ხმეთმა კარგად გამყოფოს. არა, მაგას თავი გაანებე. შენ წადი. დამცინი? აი, ყველაფერს მოგცემ, რასაც მეტყვი. გავაკეთებ, რასაც მიბრძანებ. ვიცი, ყველაფრის ხისი ვარ, მაგრამ აი რომ მივიდე, რა ვუთხრა, რა ვქნა, რომ მივიდე. უთხარი რომ ბავშვი საიმედო ხელშია. შენ გიჟი ხარ? გიჟი შენ ახარ, მე მამა ვარ. მით უმეტეს შეიბრალე. ვის შევიბრალე? ბავშვი. რომელი ბავშვი? აი ეს ბავშვი. ეს ჩემია, მე ამის მამა ვარ, გესმის? არა იცი. მე სულ ვიქრავდი, საიდან მეცნობა თქო. გამარჯობა. სულ ვიქრავდი, საიდან მეცნობა თქო. ხო, იცანი. მიცანი, ხო? იცანი, სურათიდან იცანი. ჩემ და მედად მიატოვე ესენი და ახლა მე გადამეყარე. რა? მიატოვე. მე მივატოვე? რა თვითონ გამაგდა. თვითონ! ხალი გამოსული ვიყავი, საავადმყოფოდან როცა გავიცანი. ერთმანეთს ხვდებოდით. ამას სიყვარულსაც ეძახიან. მე დაფიქრდა. ამერიკაში გორანი ინვალიდი ვიყავი. ინვალიდი? არ გეტყობა. ჩემ შენოვი, იქნებ დავწავი. სამგერ შევიძინეს სიმთვრალე. აი ეს პათოლოგიურს რომ ეძახიან. ცოტა პენსიით. თრალი ხარ? გაიგო. ჟურნალის ბოლო გვერდის კითხვისა.
კროსფორდის შევსების მეტი არაფერი არ შემეძლო. გამაქრო თავის ცხოვრებიდან. ბავშვი. ბავშვი კიდევ გეყოლება. აი ეს კი მე გამატანე. გემუდარები. ძალიან დავაგვირდი. რომ მივიდე რა ვუთხრა. რა ვქნა რომ გემუდარები. გაგუშვი. ძალიან დავაგვირდი. ერთი პირობით ყოველ დღე შემხვდები აქ აი სავანეში ყოველ დღე ალბათ ბავშვის სანახავად რა ცდები რომ შემიყვარდეს აბა ერთი ნუ დაიგო მეც მინდა კომპიუტერი ხოლოდ კომპიუტერი შენ შემოსავლის ნახევარი რა შემოსავლის ხელფას არ გთხოვ დაიმახსოვრე აბა ხოლოდ იმ შემოსავალს რასაც ჩემი შვილი გაძლევს თუ კიდევ ნახოთ ვისაც დაიჯერებენ მამისას თუ ძიძისას ასე რომ ყოველ დღე ამ დროს აგგელოდები სულ ერთი წუთი შეგაყვნე ესეა გონი შეგაშინი? არა. თქვენს მეტი ქალბატონს არავინ მეძახის. მაბათი სახელებს ორი მასწავლე. გასაგებია. უკვე მითხარით. თქვენი მეუღლე თავს ცოტა შეუძლოდ ძმას. მოკლედ ვერ მოვიდა. არა. ამ ბოლო დროს ამიტომის ბრალია, იცით? მეც ხან ცხელა, ხან ცივა, ხან ტკივა თავი. ხანაც საერთოდ ვერ ვძმო. ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მხრებს ზემოთ არაფერი მაქვს და ველოდები, როდის ამოვა ახალი კისერი, მერე თავი, მერე თმები და ასე უსასრულოდ. თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. გარნერვიულობა. პირიქით, იცით? სიმშვიდით დავიღალე. მადლობა. კიდევ გამხდარ ხარ. უფრო მადლობა. მიყვარს ფეხმძიმე ქალები. მეც მე სიამოვნებოდა ფეხმძიმე კაცის ნახვა. კაცის? თქვენ იცით, ავღანეთში შეცდომით 10 ჯარისკაც მშობიარობის დამაჩქარებელი ნემსები გაუგეთეს. მერე? ვერც ერთმა გაუძლო ჭინთვას.
არაფერს ისე ძნელია ქალობა. თქვენ არაჩვეულებრივი დედა ხართ. ასე ფიქრობ? ჩემი გოგონები უკმაყოფილონი არიან. მაგრამ ეს ბიჭია. მაპატიეთ. თქვენს ქმარზე ისმის რამე? 12 წელი. არა კაცი. ის მამა ჩემი შვილების. კარგი, მაპატიეთ, მაგრამ რაც მან გაგიკეთეთ? რა? მანქანით ბიჭი გაიტანა. ის არ მოსვლია. თვალი, ფეხძიმე ცოლი გვერდი. ასეც ხდება. საქმეზე რომ მიდგა, ვიცი. განაცხადა რომ თქვენი ჯექით საჭესთან ასეთ რომ ყოფილიყო. უფლება გაქვს. კარგი. მაპატიეთ. გაპატიეთ. არა. მთელი ცხოვრება ერთ ქალს მიუძღვენია. ხო და ბედნიერია თქვენი ცოლი. თვითონ გითხრათ? არა. არ ვიცი. სწორედ მაგას ვამბობ. არაფერი უხარია. მარც იცინის, მარც სტირის. მე კი არ მაინტერესებს მაპატიეთ. მომისმინეთ. იცით რომ მის გამო ყველა დავკარგე. ყველა? ხო, ყველა და ყველაფერი. მშობლები, მეგობრები, საყვარელი საქმე და მაგრამ გავხდი მისი დაცვა, დედა, მეცენატი, მასხარა. მოკროს ხელის ბიბი. საკმარისი. არაფერი არ მithქვამს. მეტი რაღა უნდა თქვა. ალბათ 8 წუთი მაინც იქნება ჩუმად ვართ. მალე 9 თვე გახდება, რაც მე პაუზა მიჭირავს. პაუზა? დიახ. ოღონდ არა მუსიკალური, რომელსაც მოხვება ეს. ფორტისიმო. ისე ამ ბახში ამასაც მოისმენ. მე მუსიკის არაფერი გამეგება, ქალბატონო. არც მე. ვოცნებობს არაცხიფკნილი შეკვრაზე და ერთ ლატო კვერცხზე. მართლა? რატომ? რა ვიცი, აბა. უნდა გავრეცხო. გავაშრო და მაღაზიაში ჩავაბარო. მესმის. ძალიან გაწვალდით. ჩვენ შეძლებს და გვერად გეხმარებოდით. მე არაფერი მithხოვია. როგორ გეკადრება? მეკადრება? მე თავისუფალი ქალი ვარ და რასაც მინდა იმას ვაკეთებ. რა თქმა უნდა. იცით რას ნიშნავს? რასაც გინდათ იმას გააკეთე. გორცდებით. კარგად დაუკვირდით, ეს თავისუფლობას ნიშნავს. დიახ. ეს ძალას ნიშნავს. შეგეძლოს უარი თქვა ყველაზე სასურველზე, სანუ ამდენი ლაპარაკი თუ შეგეძლო. ჩემი პაუზის დროს გავხდი ფილოსოფოსი. ახლა სამოვიღე ბიზნესი დავიწყე. თვალებში გამოვიხედე და რაც თავარი ღმერთმა თქვენი თავი გამომიგზავნა. იცით მე თქვენ მიყვარხართ. მე თქვენ ყოველდღე გელაპარაკებით ჭკუას გარიგებ. ქალბატონო. გიკვირთ. იმიტომ რომ ცოტათი გასაფასი ხართ. ნება რომ მოგეცათ, წყალს გავაცხელებდით, დაგბანდით, გაგასუფთავებდით, შეგამშრალებდით, პიჟამას ჩაგაცნობდით და გაკრახმალებულ ლოგინში ჩაგაწევდით. ალერგია მაქვს. ამ ბუნდღლებს. არა,
კრახმალი. მაშინ გამოვცვლი. არც თქვენი ცოლი გამომიწყდებოდა, იმასაც დავბანდი, დავარცხნიდი, ორ ნაწნავს გავუკეთებდი და გვერდით მოგიწევდი. მე ძეს გამოვიწველიდი, ჯავასხამდი ორ კარგად გამოხარშულ შუშის სოსკიან ბოთში და გაპურებდით. ორივეს დაგაძინებდით და მთის ნანას გიმღერებდით. გაგაცილებთ უკან შებრუნდით. გაწვენინეთ? რა გზავნეთ? არა, თუ გაგაბრაზებ. როგორ გეკადრებათ ამდენი ჩემს არავის უძღვნა. ყოით. დედა თქვენს. ის დიდი ხანია სიზმარშიც აღარ მინახავს. მე კი წუხელ ქმარი მე სიზმრა. დამითხრა მენატრები. რა თქმა უნდა, მენატრები. ღამის პერანგით ფეხში შველი გავარდი გარეთ და გისმენთ. გამახსენდა რომ მუცელი მქონდა. მას კი ასე ვერ დავენახვებოდი. სამწუხაროა. მე უკან გამოვბრუნდი. ჩემი სახლი აღარ დამხვდა. სადღაც გამქრალიყო. დაწოლებულ ხარ. არა, მეძებდი და ვერ პოულობდი. ხან იქით ვაწყდებოდი, ხან აქეთ. ხამის უკუნიდან მესმოდა ჩემი გოგონების ძახილი სხვადასხვა მხრიდან დედა. ბედნიერი ქალის ხმა. თავის შვილს აჩენს. თქვენს ბედნიერი ხართ. მე ნეტარი ვარ. ჯერ კიდევ მჯერა ადამიანი. იჯებს მოგახურავთ. მაგრილდა. მომახურეთ. რა? იოლია, თქვენთან ურთიერთობა? ხომ გითხარით ნეტარი ვარ თქო. როგორც აი ის მოხუცი კაცი კუთხეში რომ მოჩანს. მაპატიეთ, მაგრამ ვერავის ვერ ხედავ. მარც არის საჭირო, ვერც ის გხედავთ. ზის დილიდან დილამდე გაბზარულ ლოძზე და ქსოვს უსათვალოდ. უსათვალოდ? ბრმა. სამაგეროთ ყველაფერი ესმის. თითოეული სიტყვა, რასაც ჩვენ ვამბობთ. ყველაფერი ვიცი. მე მეუბნები? გითხარით, არ მაინტერესებს თქვენი ოჯახის ამბები. გეფიცებით, არაფერი არ მithქვამს. თქვენ გიჟი ხომ არ გონივართ? ახლა არ მიყვებოდით როგორ იქორწინეთ, როგორ ითაფლავეთ, როგორ იცხოვრეთ უამრავი წელი მარტოებმა, როგორ აიყვანეთ ბავშვი. მეყოფა დაწნა. როგორ ზრდიდით გამწყვეული სასმრი, როგორ ასახელები გაგიეთ. რატომ გავშვით იმ დღეს სახლიდან? ჩვენ შვილი არასოდეს ყოლია, ქალბატონო. ეს ვინ არის? ვინ ბოგინობს? ვინ არ მაძინებს ღამღამობით და მაწამებს? ის თქვენი შვილი არ არის? მოდით მოусმინეთ უკვე მამას გეძახით. მაპატიეთ. გაგაწყვეტინეთ რა. რაღაცას ამბობდით. მიხედე ჩემო გოგო, კარგო, შვილო, მეგობარო, შენ მახალდაცვდა და ლამაზი ხარ, ყველაფერი წინ გაქვს. მუცელი. ხუდად შენი შვილია. შენი და შენი ქმრის. მე და ჩემ ცოლ შვილი არ ყავს, ხო მართალია? მართალია? ოჩახ, ამ ბავშვი შენაჩენ. ჩვენთვის. შევთანხმდით. ჩვენ დიდი ხანია შევთანხმდით. მაგრამ თქვენ დღეს არც მაწონი მოგიტანიათ, არც ხაჭო და არც მინერალური. სწორედ მაგიდან მოვედი. მინდოდა მეკითხა რამე ხომ არ გჭირდებოდა. დიდი მადლობა. არაფერი. თავარია მალე მოვჩე და სახლში წავიდე. ჩემი დოყლაპიები მელოდებიან. იცით რამდენ რამეს ვუყიდი.
მე ჯობდა ხომ მოსულიყავი. პატარა წელს სკოლაში მიდის. შავრემანია და ლურჯი თვალები აქვს. როცა ნერვიულობს, კანი უჭრელდება, ალბათ გაივლის, მაგრამ ზაფხულში თმა შევხოტრე და აღარ ამოსდის. მაინც ლამაზია. შუათანა სულში ამგონი ჭიები ყავს. ამაზე საჭმელს ვლაპარაკობ. დაიზეპირა სამზარეულოს რეცეპტების მთელი წიგნი. კარგი მეხსიერება აქვს. მე წავალ, კარგი. უფროსი მამამის გავს უთქმელი და მშიშარა სულ ეკლესიაში დადის. გონი მონაზობა უნდა. არა, არ გავუშვებ. რა აზრი აქვს აქეწამება თუ იქ ხომ მართალია? ნახვამდის. გარბი ხართ. არა. უბრალოდ მეჩქარება. თქვენ ჯერ არაფერი გითქვა. რა თქმა, მეჩქარება, ცოლი მელოდება. ცუდად არის? ძალიან, მაგ გითხარი. ხო, მითხარი, ცახშია. არა. სამსახურში. არა. მძიმედა? საავადმყოფოში წელს. დიაგნოზი შიზოფრენია. მე არაფერი მეკითხავს. ყველაფერი ნაყიდი აქვს. ბავშვის საწოლი, აბაზანა, თეთრეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი 38 წლის სკოლის ასაკამდე. ემზადებოდა. მე საღამოს ყველაფერი გარეცხა და თოქზე დაკიდა. მეორე დღეს ჩამოხსნა და დააუთოვა. მე ისევ გარეცხა. ღამღამობით ცისფრად მორთულ საწოლს არწევდა დილით ისევ აუთავებდა. ელოდებოდა. მე ბავშვის საწოლში გადაწვა, იქ იძინებდა ღამე მოკუნტული ვერაფერი მოუხერხე. ამოიჩემა ბიჭს აქ არ დავაწვენო, მეგონა გადაულიდა. ცოტა ხნის წინ გამენდო ბავშვი რომ გაიზრდება ორივეს მოკლავსო. ხო, დახოცავსო. ვერ გადავარწმუნე, ამოიჩემა მკვლელი შვილია. მკვლელი შვილია. თორემ მკვლელია. მკვლელია. იქნება ასე არ არის. ცოლი გამიგიჟა. ცოლი გამიგიჟა უნდა ბიჭო. ამას დედაც ხავს და მამაც. შენი შვილია. თქვენ ბავშვი ვინახა? მე დაგეთმეთ ჩემი სხეული. დანი რომ იქ შიგნით გამეზარდა თქვენთვის გამეთქო, ამაში მე ფულს ავიღეთ. ჩვენ გადავიხდით მკურნალობის და მშობიარობისას. სახლში რაც გვაქვს ნაყიდი ბავშვისთვის. მამაზებია? თქვენ თვითონ ნახავთ. მე კარწანი. მარცხი ფიქრია პირიქით. ყველაფერს მოგიტან, დიდი ხანი არაფერზე გექნება ცალ. ისინი ჩემს გოგონებს არ გამოადგენ. გოგოს იქ არაფერია, სულ ბიჭის ნივთები. მე რად მინდა რა უყო? რა უყოთ ბავშვს მოახმარეთ მშვიდობაში. რომელ ბავშვს თქვენს? არა! ჩვენ მას ვეღარ წავიყვათ, არ შეგვიძლია. გიჟი. ქალბატონო. მაშინ არ იყო გიჟი. როცა სახლში მომადგა. ნახე ჩემი მდგომარეობა. ბორტი არ გამოკეთებინა. ისარგებლა იმით, რომ ამის ფულიც არ მქონდა. ხელებს მიკოცნიდა. ტიროდა. მიპასუხე. მეგონა გაგიხარდებოდა. აი ის რომ წვისის შვილი შემჭა ხელში. რა ვუყო? საწამიყვანო მე. თქვენ უგულოები ხართ. ამდენი წლის ნაოცნებას ვის ხელში აგდე? საბჭობი არ შეტავე? შენი შვილია, გაიგე, შენი. არა. ჩემი რომ იყოს ასე წემდი მითხარი, გავიმეტრებდი. შენ რა გინდა, შვილი რა? მეგონა ბედნიერებით გაგიჟდებოდი გითხარი, ცოლი ავად მყავს, საშვილია. ის ხელში აგდე ბავშვი მის მაგირად. ჩამივარდე მუხლებში მთხოვ არ დამყუყო დამიბრუნე შვილი ვარა ჭკუი და შეიშალე დაცოფწი ორი თვეს არ გეყოფოდა ის საწავიდე როგორ შევხედო გოგოებს თვალებში ამას რა ვუყო როცა წვეთი რძეს არ ყველაფერს სადაც მიგზავნიდით და მოქონდათ ბავშვებს მაჭმევდი მე 9 თვე ამ შიმშილო გესმის
ესეც ჩემი პაუზა. ეს შენი შვილია. შენი სისხლი და ხორცი. ჩემი სისხლი და ხორცი? პალატაში მელოდება რომ ავუტანო შენი წყალობა, რძე და ხაჯო. ეთნია და პასუხი გაეცი. მოუყევი როგორ გაწირე საშიმშილოდ. როგორ გაუთახსირე დედა. წადი ჩქარა და დააწყნარე შენი ცოლი. აღარავინ დაგვაკლოს ერთმანეთს თქო. გაცუნცული. ბედნიერ. გაიძრე. მე კი ნეტარი ვარ. ჯერ ისე მჯერა. მაბადიეს გავაღვიძეთ. თუ შეიძლება ერთი წუთით ნოცახვალთ რა. მითხარით ამ ბაღის გარდა არის აქ რამე სხვა ბაღი კიდევ? არა მგონია. აბა რატომ არის ეს ბაღი цаრიელი? ქალბატონო, თქვენ იცით რომელი საათია? 3:15 წუთია. მე ამ დროს ყველა წესიერ ადამიანს ძინავს საკუთარ ლოგინში. მაპატიეთ, მაგრამ თქვენ მგონი საკუთარ ლოგინში არ გეძინათ. მე გითხარით ყველა წესიერ ადამიანს მეთქი. ესე იგი თქვენ უწესო ხართ? მე მკვლელი. ძალიან კარგი. რა არის კარგი? მკვლელი რომ ვარ თუ საკუთარი ლოგინი რომ არ მაქვს? ჩემთვის ორივე ხელსაყრელია, თუ დამეხმარებით. საკუთარი ლოგინიც გექნებათ და საწოლიც. აქამდე ლოგინი და საწოლი ერთი და იგივე მეგონა. მითხარით. ეს ხომ ნამდვილად ის ბაღია, სადგურთან ახლოს, წარსულში კეთილშობილთა სასწავლებელი რომ იდგა. ცუდად ვიცი ქალაქის ისტორია. მე ვიცი სამაგიეროდ კარგად და ისიც ვიცი რომ ახლა ამ ბაღში ღამღამობით მეძავები იკრიბებიან. ბოზები? დიახ. მინდა გითხრათ მათი ბირჟა დიდი ხანია სხვადასხვა ადგილას გაიფანტა. მართლა? დიახ. და ბევრია ასეთი ადგილი? კი, საკმაოდ, მაგრამ აი თქვენ რაში გაინტერესებთ ვერ ხვდები. რომ გიყურებ ბოსს არ გავხარ. აწიაპირებთ დაწყებას? თქვენ სასაკში დაგვიანებით. ჩემ სასაკს თვითონ მოუვლი. თქვენ თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ. როგორ დაგეხმაროთ? მე მითხრეს რომ ამ ბაღში ღამღამობით ქალების გარდა კაცებიც იკრიბებიან. კაცი გჭირდება. დიახ. თუმცა ალბათ შეიძლებოდა ქალიც ყოფილიყო. ლუც ვერ მიყიდეთ? ლუც. როგორ არის? დიახ, ოღონდ მე არ ვიცი ამ შუაღამის. აი აქვეა 60. 60 21 სუპერმარკეტია ასეთი.
გასაგებია, დიახ. ახლავე მოვიდა. ნუ შეწუხდებით, ფული მომეცით. არა, მე თვითონ. კარგი. ის თუ შეიძლება რა, 2 ბოთლი. და ისა, სიგარეტიც გამოვაგონეთ და. მე მგონი ღმერთებს ჯერ კიდევ ვახსოვ ვარ. თავარია ჩინკებმა არ ვიღალატონ ჩინკებმა. მოვიტანე. ახლა უკაცრავად. დიდი მადლობა. აი, ახლა კი მოვიგდეთ. მოგეხსენებათ ალბათ რომ დღესდღეობით კაცი უფრო ძვირი ხის ვიდრე ქალი. მე ყველაფერს გავიღებ, რაც გამაჩნია. არა, ყველაფერი არ არის საჭირო, ცოტა რამ თქვენთვისაც დაიდოვეთ. როგორც ხედავთ, მე ნასვამი ვარ, შეიძლება სულაც უკმაყოფილო დარჩეთ, თან ჭინკებმაც თუ მიღალატეს. რომელმა ჭინკებმა? იცით არიან ჭინკები, რომლებსაც მხოლოდ თქვენი ასაკის ქალები მოყვა. ჩემს ასაკს თავი დაანებეთ, ასაკი აქ არაფერ შუაშია. აი ახლა მართლა შეგვიძლია მოვრიგდეთ. მოვრიგდეთ. მომისმინეთ. დიახ. მე მოგცემთ ყველაფერს, რაც ხელზე გამაჩნია. ჩემს დანაზოგსაც, რომელიც საბანკო ანგარიშზე მაქვს, თქვენ გადმოგიფორმებთ. ეს იმდენი ფულია, კარგაღაც გექნება საკუთარი ლოგინით და ლუდიც ყოველ დღეს ასმევად. ძალიან მიმზიდველი წინადადებაა. ოღონდ მე ჩემი მოთხოვნები მაქვს. აბა რომელი? ყველაფერი ის რაც უნდა მოხდეს. დიახ. უნდა მოხდეს სადმე უღრან დღეში. ფანტაზიებ რა უყო. მე იმ უღრან დღეში რომელიმე მავნე მწერმა რომ გვიყბინოს, არა თუ თქვენ მარტო არ ცხოვრობთ და მხოლოდ ამ მარტო ცხოვრობ. აბა დღეში რა გვინდა რა? არ მათით ლაპარაკს. დიახ, მარტო ცხოვრობ. მარტო ხელა ვარ. და არავინ მიყვარ დედამიწის ზურგზე. ერთი კვირისტი კიდე მიწვდა. უკანასკნელი ძარღვი და ისიც ჩამწყდა. გუშინი მეზობლის ბავშვმა, რომელსაც ზოგჯერ ამეცადინებ ხოლმე, რომელიც ზუსტად ისე არ მიყვარს, როგორც სხვა დანარჩენი ბავშვები, მარწყვი მომიტანა და მითხრა თუ პირველად ჭამს წელს, სურვილი უნდა ჩაუთქვათო. არანაირი სურვილი აღარ გამაჩნია. სხვათა შორის არც ის, რომ ის დაკმაყოფილებას გეგონათ გთხოვდით. ერთადერთი სურვილი დაგჭა, არ დავბადებულიყავი. მაგ უკანასკნელი სურვილის ასრულება გაგვიჭირდება. არა, ძალიან ადვილია. ძალიან ადვილია, აი ნახეთ. ჩვენ წავალთ ამ ნიშნებს. უღრან დღეში. წავიღებთ ამ თქვენს ლუდს გლობად. დავთრებით, ვიანგლებთ, ვიოხუნჯებთ და ესე ოხუნჯობაში ისე რომ გოსმოსლას ვერ მოვასწრებთ ყვიას დამაჭერებს აბეთქილში. სულ ეს არის? არა, მე 40 ამოთხრით და დამარხავთ. ოღონდ აი ეს 40 ისეთი ღრმა უნდა იყოს, რომ ვერანაირმა ხელმა და ხმამ ვერ ჩამოაღწიოს. იცით, იარაღს ვერ ვფლობ კარგად.
საშინლად მეშინია, არა, საწამლავის დელზე მოქმედებას კი ვერ გავუძლებ. არა, ტყვია საფეთქელში ისე სწრაფად იზამს თავის საქმეს, რომ შეშინებასაც ვერ მოვასწრებ. თუმცა თქვენ რას გიხსნით? თქვენ ხომ ალბათ უკეთ იცით. კი, მაგრამ რატომ გონიათ, რომ მე უკეთ ვიცი? იმიტომ რომ მკვლელი ხართ. ვინ გითხრათ? თქვენ თვითონ. ძალიან მეცნობით, ისი? კი, მეცნობით მეთქი. არა, მე პირველად გხედავ. მეც. აბა როგორ გაგეცნობით? სული სულს. იცით რა? მე ხუმრობის დრო არ ამბობს. სულ რამოდენიმე ხანი დაგჭენიათ, არ ჯობია ხუმრობაში გავატაროთ. ნახვამდის. ფულსობის მომწე. გერები. აი ფულ, შენი მოკლისთვის რომ დაგები, როცა ბანკიდან გამოვიდა, მოდი. მე როგორ ჩავატაროს ეს ოპერაცია, ჯერ ტყვიას დაგაჭადებ საფეთქელში თუ ჯერ სულს. ეგ მე არ მომიფიქრებია ჩემ. მოვიფიქროთ. იცით რა ხვალ შევხვდეთ აქვე და ხვალ მოვიფიქრეთ. ხვალამდე ვერ მოვიცდი. ბანკიდან ფული ხომ უნდა გამოვიდა? ხვალ შეიძლება გადაიფიქრო. არა, მე არ გადავიფიქრე. კი, გადაიფიქრებ, მე შენ კარგად გიცნობ, კარგად. ზუსტად ვიცი გუშინ წინი, მარწყვის ჩამის წინ. აი აქედან რომ წამოგახურა. აღარ იცოდი საწაგეღო წლების მანძილზე დაგროვილი ამდენი სიმყურვალე. აი ჩემს დას მაგალითად აქედან რომ წამოახურებ ხოლმე. მაშინ იწყებ ისტორიულ კივიც. მე ხელოვნებად მწოდნეობის კანდიდატი. რატომ უნდა დავმახინჯდა შიმშილისგან? რატომ უნდა ვიკვებებოდი ამ ხელმოცარულის მაგიდიდან გადმოხრილი ნამცეცებით? ისიც რობისათვის ხელმოცარული მე გახლავთ. შენს ხელოვნებად მწოდნია რაღაც მაგდაგვარი. არა. აბა? არა, მე ფილოლოგი ვარ. ეგ კიდე უფრო უარესი. ძალიან გთხოვთ, გამიშვით რა. ვერ გაგიშებ, მე კუჭი შიმშილისგან მიხმება, გამის გასათევი არ ამაქვს. ჰონორარი შრომის საფასურად უნდა ავიღო ოღონდ დღეს. მე დღეს მზად არ ამარ, მე. შენ არ დღეს იქნები მზად და არასოდეს. ჩვენ ხომ უღრან დღეზე შევთან. არც ერთი დღე ამაზე უღრანი არ იქნება. ისე თუ ტკივილის გეშინია, ჯერ გაგაუპატიურებ. ჩაგძირავ ნებათა ხელის უკიდეგან მორებში და იქიდან ამოყლითვას ვერ მოახერხებ ისე მოგარჩო. მე დაგმარხავ სადმე აქ აი ამ სკამის ქვეშ. ოღონდ ისე ღრმად არა, რომ ხანდახან გაიგო აქ მოსული ხალხის უბედური ისტორიები. მაგ მხრივ შეგიძლია მშვიდად. ამ სკამზე ხოლო ჩვენერი წყალწაღებული თუ ჩამოდებს ტრაქს. შეიძლება ასეთი დაუნდობლობა. თავი გაბია დაუნდობელი. არ შეიძლება ადამიანის ასე დაუნდობლად მოწყუება. რა მოგატყუ რა? მე მითხრა რომ არ ვარ. მაგის ბედი ვინ მომცა ის ვიპოვებისაც ვეძებ. შენ სწორედ ის იპოვებისაც ეძებდი. ვინ ვიპოვე? შენერი ჩმური. ისეთი ახლობლები გავხდით რომ ჩმორს ვეძახით ერთმანეთს? ჩვენ ყოველთვის ახლობლები ვიყავით, ჩემო ძვირფასო მეგობარო. იცი რამდენ ხანს გეძებდი? აი გიპოვე კიდე. მე კოცნა არ მithხოვია. როსი რა? სოფლიო მიზიდულობის კანონს წინ ვერ აღუდგები.
ასე იზიდავენ ერთმანეთს ლოთები, ფილატელისტები, მეგრელები ბატონო, ჯიშიანი ძაღლის პატრონები და ასე შემდეგ. მე სხვა გეგმით მოვდიოდი ამ ბაღში. გიხაროდან შენი გეგმა წარმატებით ხორციელდება. შენ რომ მართლა სიკვდილი გდომოდა თვითონვე მოახერხებდი. არც არავის დაუწყებდი ძებნას და არც ამდენ ლიტერატურულ მარაგს დახარჯავდი. ლიტერატურა რა შუაშია? არა, რა შუაშია ლიტერატურა? უღრან დღეში ცხელი ტყვია დამაჭედეთ საფეთქელში, შემდეგ დამმარხეთ ყორნები დახუძლული მუხის ქვეშ, რამე თუ სურვილი აღარ გამაჩნია მარცხის შამის წინ. როგორ შემიძლია შენს მიმართ დაუნდობელი ვიყო, როცა მე შენერი უტრაკო ვარ. არც სიცოცხლის და კი მაგარც სიკვდილის. აი ჩემს დას მაგალითად პრინცის მოლოდინში წვერი ამოუბიბინდა ლოყებზე. გაზაფხულობით მოლანდებები დაეწყო, ამის შემკურად ჩემმა ცოლმა ესე ამომიჩარა. ესეთი სასწაულებიც ხდება. რა არ არსებობენ გასასაღებელი ხალები? შენ კი შენი ვის არ იყოს პრინცესაზე ოცნებობდი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მაგრამ მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ვერანაირ პრინცესას ვერ დავკერავდი. ამიტომ გადავწყვიტე პრინცესა უფრო მნიშვნელოვანი რამით შემეცვალა. და რა გადაწყვიტე? გადავწყვიტე წიგნი დამეწერა. ისეთი წიგნი დამეწერა, რომელიც ქვეყანას შეაზანზარებდა, იმ პრინცესებსაც კი. ქვეყანას წიგნი კი არა. მეორედ მოსვლა ვეღარ შეაზანზარებს. აი, შენ ბევრად უფრო ჭკვიანი ყოფილხარ, ვიდრე მე მეგონა. მაგრამ არ შემიძლია ეს რიგით ადამიანად ყოფილი. ბავშვობიდანვე აკვიატებული აზრი მაქვს, რომ რჩეული ვარ. ღმერთების რჩეული. ეს ჩემი ლიტერატურული ფანტაზიების ნაყოფია. მე რა ქენი დაწერე წიგნი? აი, ერთ უქალი ხარ. წიგნის დაწერას რა ჭირდება? ნიჭი, კიდე? კიდე ნიჭი. საარსებო წყარო და ბევრი თავისუფალი დრო. აი ეს ორი რომ არ გამაჩნდა, თავიდანვე ვიცოდი. ამიტომ ავიღე ჩემი მათხოვრული სამსახურიდან წამოვედი, ჩემი ცოლის სახლი ბანკში დავაგირავე. ავიღე პროცენტიანი ვალი, რომელსაც დღემდე არ ვიცი რით გადავიხდი, ეს პროცენტები კიდე ალვის ხეებივით იზრდებიან და იზრდებიან. და წიგნი ვერ დაწერე? რა თქმა უნდა. მე ხომ ანანიზმს ვარ მიჩვეული. ამ ბაღში რა საკეთებდი? მეძინა. მაპატიერო გაგაღვიძე. არა უშავს. გამაღვიძე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამომაფხიზლე. ვალი, ძალიან დიდი გაქვს? საკმაოდ. სახლის გაყიდვა გახდა უცილებელი. კვლელი ვარო, რატომ მითხარი? ჩემი ცოლი თვლის ასე. აი სახლის მყიდველები რომ მოვიდნენ, ჩემ სიმამს მოულოდნელობისაგან დამბლა დაეცა. მეორე დღეს მოკვდა. ჩემმა ცოლმა როგორც მკვლელი სახლიდან გამომაგდო, პირდაპირ პანაშვიდიდან. ჩემმა დამაც თავის მხრივ სახლში არ შემიშვა. რატომ არ შეგიშვა? გიჟია და იმედო. ახლა ბაბუა ჩემის მამამ გააკეთა იმის. რა და კეთილშობილთა სასწავლებელში რომ სწავლობდა ლექსებს წერდა ის უბედური. მე რა ჩემხედა რომ გახდა თავი გადაიპარსა პირველივე მატარებელს შეახდა და თვალით აღარავის უნახავს. მე ბავშვობაში ერთი საყვარელი სიზმარი მქონდა, სახლიდან გამოქცეული საერთო ვაგონით მივემგზავრებოდი. მაგრამ არ ვიცი სად. იცი რა, დღეს უნდა ავიხდინო ეს სიზმარი. წავალ, დავაჯდები პირველივე მატარებელს და ტუტუ!
რას გააკეთე? ხომ გითხარი? დავაჯდები პირველივე მატარებელს, სადაც სამეფოს. იქით წავალ. კი, მაგრამ ეს რომ უპასუხისმგებლობა? უპასუხისმგებლობა ჩემი ერთადერთი ნეტარი მდგომარეობა. ყველაზე დიდი кайფი, რაც განმიცდია მარშრუტკაში გატარებული მოპარული წუთები. წავალ. შევიყუჟები სადმე და დარჩენილ დღეებს მოპარულ წუთებად ვაქცევ. გინდა ღამეს ჩემთან გაგათევინე? ამაზე კარგად გიბა, სად შევიყუჟები. შენ ალბათ ფიქრობ, შენთან დაწოლაზე ვოცნებობ. არავის არასოდეს უოცნებია ჩემთან დაწოლა. აბა რატომ კოცნი ასე უცერემონიოდ? იმიტომ რომ უცერემონიოდ მიზიდავ. შენი აზრით ამის მოსმენისას ბედნიერი უნდა ვიყო? რატომ უნდა ბედნიერი? იმიტომ რომ არ ვიცი სად წავიღო წლების მანძილზე დაგროვილი სიმხურვალე. ლიტერატურის ნაკლებობას არ შენუჩივი, თუმცა ამჯერად გიღალატა ლიტერატურულმა აღვო. იმაზე მეტი მამაკაცი მყოლია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. მაგრამ მათთან ვერც ბედნიერებას გრძნობდი და ვერც ტკივილს, როცა ჩემზე უკეთეს ქალებთან გარბოდნენ. უბრალოდ ვეღარ გაუძელი, როცა ბოლოს მიმატოვეს. ვინ მიგატოვა ასეთმა? ასპირანტმა. ვინ? ჩემმა ასპირანტმა. სულელი მე ნამდვილად არ მეთქმის. უბრალოდ მომბეთ და გულგრილი სიმშვიდე და ყველა კარტი იმ ასპირანტზე დავდე. ფულიც ბანკში მისთვის მაქვს დაგროვილი. მე რა ქნა იმ შენმა ასპირანტმა? არაფერი, ცოვი მოიყვანა. ასპირანტი რა თქმა უნდა შენზე უმცროსი იყო, რა? მე ვერა. რა გარყვნილები არიან ეს მეცნიერ მუშაკი ქალები? შეიძლება ყველაფრის გაბითურება. შენ არი დარდო, არა, რა იციან იმ ღლაპ ასპირანტებმა შენი ფასი. ალბათ ვიღაც ტუტუც თინეიჯერზე დაქორწინდა, რა? ხო? დაახლოებით. ვერ ვიდან თინეიჯერების უმწიფარ წვიმებს. ვერც მაშინ ვიტანდი, როცა თვითონ ვიყავი თინეიჯერი. მე მაშინაც კი ხოლო შენერი ქალები მახსნებდი. როგორი ჩემნაირი? ტკივილიანი თვალები. ავიღალე რა. მეც ჩვენ უკვე საკმაოდ დაღლილები ვართ და შეგვიძლია ჩიტებივით უზრუნველა ისე როგორც 60-ში. წელს პირველად მიდის სკოლაში. შიშარა
შემსავით შიშარა. როცა ბევრ ხალხს ერთად თავმოყრილს ხედავს, ხელვარებისაგან კუჭი ეშლება. დილით, როცა მშობლების ჩხუბი ესმის, ცდილობს ძილი გააგრძელოს, მაგრამ არ ეძინება. ისე ძილის იგიჟემდე მოყურს. ძილის წინ ღიმილი დასთამაშებს, ნეტარების მოლოდინში. გასაშინელება. თუკი მისი საყვარელი სიზმარიც მატარებლით მგზავრობა. ასეთ ადგილს ვეძებდი. და ასეთ ადგილს ვეძებდი, იმიტომ გატარე. სარკე. სარკე. გააქსარკე? ხო გეუბნებოდი, სკამი არის მეთქი. აი სკამი. არა. ვიცოდი, აი ვიცოდი. რა იცოდი? არაფერს არ იცოდი. იცოდი. არა, როგორ არა? ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? რა უნდა გავაკეთოთ და მოიცა ჩვენ აქედან მოვედით, ხო? აქედან მოვედით, მოდი. მოდი ეხლა ეს ცოტა აქეთ. ისა. რა ქვია შენ დამავიწყდა შენი სახელი? რატო? როგორ თუ რატო? ორი დღეა რაც გაგიცანი და არ შეიძლება დამავიწყდეს? მეც. რა შენც? არ ვიცი. რა არ იცი? სახელი არ იცი? ეხლა რა, ჯიპში მიდგები, არა? რატო? აბა რატო არ ამბობ, რა ქვია? მე? ხო. ლალა. ლალა? მერე თქვი, არ ვიციო, რო იტყუები აქ. არა, მე არ ვიცი. სახელი არ იცი? სახელი არ იცი? შენ რა დააფრინე? ჯუ. არ იცი და არც მჭირდება. არ იცი სამას თავის სახელი. იცი რა, შენ თვითონ? რა მე თვითონ? კარგია, აქ ძალიან კარგია. ახალი ამბავი. აბა მე რას გეუბნებოდი? რაიმე, მათხოვე რა. ვერ გაძელი არა? არ მათხოვე ცოტა. ვერ ხედავ რომ მჭირდება. მე როცა შენ მორჩები. მე ვერ მორჩები, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. სად? აია. გეი, ჩაიხედე. აი, კარგი გოგო, კარგი. გოხ რა ამბავია ეხლა იქ ატეხილი? სადა და ჩვენთან, სახლში. გეუბნები, რო გასკდნენ, მაინც ვერ გვიპოვია. თავში აზრადაც არ მოუვათ, რო ათავარ. აი ეგრე, ეხლა გვეძებეთ. გვეძებონ, ჩამახედე. მოიცა მე რომელი ვარ? არ გატეხო. აი როგორ
როგორ უნდა არ ვიცი როგორ არ გატეხო მეთქი შენ დეიდა ჩემი გახსოვს მე დეიდა ჩემი ქსენია არა ქსენია კი არა ჟენი არა გაწო ტასო ერქვა ახლა შენ მასწავლი ტასო ერქვა ტასო ვიცი დედა ტასო დეიდა საწყალი რა ახალგაზრდა მოკვდა მოკვდა რა ცოცხალია არა გოგო მოკვდა რამდენი ხანია მოკვდა ახლა გამახსენდა იცი რა კარგად მღეროდა რას მღეროდა კარგად რასნაბოდი ჩამოხონდა არ ვისხის ჩამონატანი დაჭირდა ბიჭორი ახლა მერე ისო მაჩუკა აბა მაჩუკა ქიშმირის ყვავილებიანი აბა მაჩუკა აქ ისეთი ლამაზი ის ქონდა ბროშკა ბროშკა ქონდა ბროშკა ქონდა დიდი ისეთი ჭკვიანა ბროშკა აი აქ ქონდა აქ კი არ ქონდა აქ ქონდა არა როგორ აქ ქონდა აქ რა უნდა და ბროშკას აქ ქონდა აქ რა უნდა ბროშკას აქა ბროშკა მომეცი აქ ჩემი სარკე ეხლა მე მასწავლი სამას ჩემ კაბას ბროშკას აქ ქონდა ამას ჩემი სარკე ქონდა აქ ქონდა ბროშკა რა უნდა აქ ბროშკა აბა აქ რა უნდა ბროშკას აქა აი მატრაკაც აი სახლი სად არის ვაიმე დავგრუპე ამას ახლა სახლი მოუნდა მოიცა გაჩერდი მან გაჩერდი მოიცადე შენ არ მეუბნებოდი ოღონდ წამიყვანე და ხმას არ ამოვიღებო ხო მეუბნებოდი ახლა სახლი ფაფუ რა გინდა სახლი აქ არ ჯობია აქ უკეთესი არ არის არ არის არა უი სარკე ამისთვის გაიგოდე არ მინდა აი სუშენ ჩაიხედე მე არც ერთხელ არ ჩავიხედე აი სუშენ ჩაიხედე ხოლმე სარკე აი რედიკულიც აქ ამათ უი კარტი წამოვიღე მოდი მე შენ დურაჩკას გეთამაშებ შენ ხო გიყვარს დურაჩკა მოდი არ მინდა არა სად არის ჩემი კარტი შენ აიღე მე ავიღე აი რატო აიღე ჩემი კარტი უკითხავ მე არ უნდა მითხრა გითხარი აი ეს დროს კი მეუბნები მითხრა აქ აყოფილა რა თქმა უბრალოდ მაძებნინებდი ძებნა შენ იქ უნდა ნახო სადა და ჩვენთან სახლში შემოიხედავდნენ ოთახში და ფაფუ არ არის აივანზე არ არის ტუალეტში არ არის შენ წარმოიდგინე საწოლის ქვეშაც კი შეიხედავენ არსად არ არიან აბა იქ არ არიან აქ არ არიან ის არ არის რა ქვია შენ და ის არ არის ეს არ არის და ჩვენ კიდე აქ ძალიან კარგი ძლივ სუფთა ჰაერზე გამოვედით არა რა აბა იქ ჯობდა ჩაგედულ ოთახში რო იყავი თუ აქ უკეთესია აბა რა იცი რამდენჯერ მთხოვე როცა სადმე მიდიხართ მეც წამიყვანეთ მეთქი სადმე პარკში დამტოვეთ რო გამოივლით მეც გამოვყვებით მეთქი არც საჭმელი მინდოდა მაგათი და არც ასმელი ერთ ვაში ჩავიგდებდი რედიკულში და რა არ შეიძლებოდა მეთქი შეიძლებოდა მეთქი აბა კი შეიძლებოდა ცუდია ეხლა აქ რო კარგია აბა რა გეუბნები რო გასკდნენ მაინც ვერ გიპოვიან მე თავში აზრად არ მოუვათ რომ ახავა არა ისე 60 საათამდე შეიძლება ვერც გაიგეს იცი მაგ დროს იძინებენ ხოლმე შემოიხედავდნენ ოთახში და მოიცადე თუ არ შემოიხედავდნენ როგორ გაიგებდნენ ვერ გაიგებდნენ შემოიხედავდნენ შენ ჯერ მაინც ახალი ხარ და გული არ მოუთმენ და შემოიხედავდნენ აბა რა თუ ვერ გაიგეს მაშასა და მე ჯერ ისევ ძინა ვისა შენ ბიჭს და ჩემ ქალიშვილს
ვაი, სადა? სადა, აი იმის ქვეშ, აი სკამის ქვეშ. სადა და სახში. სადა. მოიცა, თუ ბიჭი ჩემია და ქალი შენი. არა, ბიჭი ჩემია. ხო, ბიჭი შენია. დიდი ბედოვლათი ყავს, არსა დაგეკარგე. იცი პატარა რო იყო, რა ბიჭი იყო და იცი რამდენი თმა ქონდა თავზე. რა ვიცი, ახლა ერთი ღერი თმა არა აქვს თავზე. აი თვალებიც ესეთი დიდი თვალები ქონდა. არა. ბიჭი ჩემია. იცი, ყვი ბედედა. რა იყო რა? ჟანგული გამიხეთკე რა. რა ქვია შენ? რა ქვია? ერთი ეს მითხარი. რატო შემაშინე? აი რატო შემაშინე? მადლობის მაგიერია? უნდა დამოტოვებია იმ გამოკეტილოდ მიმაში ოთახში და უნდა ყოფილიყავი ასე მიხდი სიკეთეს? ასე მიხდი? მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა შეშინება. ამას უყურე ერთი. იცი რა შენ რატომ მიყვირე მე? მე გიყვირე? რატომ მიყვირე? აქ რომ მოვედი ესე დაგადეხე? მე შენ გიყვირე? რა ახლა მოწმე არ ამყავს. აი მე გიყვირე. აი ვინც ახლა მე და შენ შორის თქვან მართალი იყოს. ვინც მე და შენ შორის თქვან მართალი იყოს. აი მე დედა. რა იყო? ახლა მე რა ვიცი აქ ტუალეტი სად არის, ჰა? საიდან დავიცოდე მაინც ა? მაცა შენ არ წახვიდე გაჩერდი. დაიკარგები სადმე შენ ძებნისავი არ ამაკ. მოიცადე, მიწავალ მე მომძებნი სადმე ტუალეტში. აი. არ წახვიდე ასა დაგიჭექი. ეხლა ვერ მოვა. ეხლა ტუალეტი მომინდა ამას და იქ. ეს კარგია. აქ ყოფილა, აქ. იმენა. ეს სადა. აშო. მიდი, აღარ გინდა თუ შიშისაგან გაგეპარა. მიდი. ეს დაიმე როგორია? მომარჩოვე რა? არაფერი არ გაქვს. სიცხვილია ეს. რა არის სიცხვილი რაც? მოათარე, ხო იქ ყველაფერი. რა არის სიცხვილი? მე რა ქვია? პაპიროსი? რა გინდა? ვის მოპარე? რატომ მოპარე? ქიჩკარა ვის მოპარე? არაფერს არ მოპარე. ქურდო. პაპიროსის ქურდო. მომეცი აქ. ჩემია ბატონო, ჩემი. აბა მოწიე. მოწიე. სადა? აქ ეხლა მოწიე, მიდი. იცი, ის არა მაგ რა ქვია იმა? ვინმე რა ქვია იმას? ეს რო არის, აი, შიტ. არ წამომიგვი, არა, არაფერი არ საერთი არა. მჭირდება. ეხვეწები მომიკიდე. მაგდა რომ დავიკარგოთ, კოცონი არ უნდა დავალთო? აგი ეხლა მომიკიდე, ერთით მომიკიდე, მეორე შენ. ერთი. მაგდა რომ დავიკარგოთ. ისა შენ გახსოვს ჩვენი სახლი საით არის? აგი ეხლა მომიკიდე რომ გეუბნები. მე რა გეტყვი? კარგად მომიკიდე რა. დიდი ვინმე გონია შენი თავი მატრაკიცა. რატომ ვითო? რა ვიცი რაღაც. აღაში. დაჭიქი. ამას ჩავიდებ მე პირში? არა, ჩავიდებ უკან. ამას ჩავიდებ პირში. იცი რა, მე უჟმურებს და მაბეზღარებს ვერ ვიტან. ვერც მე. ვერა? ვერა. ხო ვერ იტან მაბეზღარებს. ვერა, ხო? დაკ.
ერთი ეს ვითხარი. ბევრი კაცი ყავდა. რატო? არა გოგო ისე გაჩერდებოდი ეს ლამაზი გოგო. მე შენ თეატრში მღერხარ ნანახი სპექტაკლში. ხო. ეს გახსოვს? აი აქ ადგილი იყო ასეთი. დამ პადუმეშ მეც კი დავდიოდი ბალეტზე ბატონო. გინდა შაკაცი ჩავჭდე. დავაი. გინდა? კი. როიტი? მოიცა ახლა აი ესე ვიწრო კაბაში რა არ გამომივა. შეიცაი და აიწი აქ არ გამომივა. შენ ეს ვითხარი. თამდე მეორე ბიჭთან ცხოვრობდი არა? რატო? მე მეკითხება რატომ? არა ამას მაგარი სკლეროზი აქვს. ვისა? აქ არის შენ არ იცნობ. მე შენ ყველას გაგაცნობ. ჯერ არ იცნობ. რაი ყველა გეწინა? ბუტია. ვაი მე ხლა იცი ვიზგებ ხარ. აი ზუსტად გიგიშას. ისა? გიგიშას ჩემი შვილის. სხვათა შორის შენი შვილიც არის. გიგიშა. იცი სათამაშოს რო წავართმებ. მოვა თავს ჩაღუნავს და ტუჩებს გაბზუკავს ხოლმე. აი ესე შენსავი. მე ვეუბნები, იცოდე. თუ არ შემირიგდები, ჩემსკენ არც გიხედო. მე ამოვიღებ კამფეტს და ესე ვაჩვენებ. ვისაც ჩემთან თამაში უნდა, ეს კამფეტი აიღოს, მოვა უცებ, ძაბ და გარბის. ვინ გარბის? გიგიშა, რამდენჯერ უნდა გითხრა? არ გახსოვს პატარა ბიჭი რომ მოიყვანეს ბოლოს ჩვენთან, ჩვენი შვილი. გიგიშა. ვაიმე. მოდიან. ჩვენ ბეძებენ ჩქარა დაიმალე ჩქარა. ჩვენ ბეძებენ. ვაიმე, რა შეჭერი? დაიმალე. იცოდე, თუ დაგვიჭირეს შენ ეტყვი რომ შენ წამომიყვანე. კარგი. ხო ეტყვი? კი. როგორ ეტყვი? კარგად. აბა შენ იცი. დაიმალე იცოდი არ გამოჩნდა ჩქარა დაიმალე. დავიდნენ. ვინ იყო? მე რა ვიცი ვინ იყო. ეხლა როგორ მინდა ჩაი შენ გინდა? მინდა. ვიც. კარგია. როგორც შაქარს მე თვითონ ჩავიღრი გუშინ ძალიან ტკბილი იყო ვეღარ დაბლიე. რატო და მატრაკეცა ნუ ხარ ჩემ ჭიქაში მე რამდენსაც ვიდე იმდენ ჩავიღრი. კი ბატონო. რა კი ბატონო შენ არ ჩამიყარე? იცი რა ეხლა ყველამ თვითონ ჩაიყაროს თავის ჭიქაში. ჩაი კარგია ბატონო. ისათვის სახს თუ ვეღარ მივაგენით. რა? გეშინიანო. ჩვენ ფოტოებს ტელევიზორით აჩვენებენ. ის კი არა შეიძლება ხეებზედაც არის უკვე გაგრული. აბა იცი ვაიმე ნეტა ჩემი რომელი ფოტო წაიღეს. აი სიჩქარეში ეს სულ აღარ გამხსენდა რა. იცი აი შენ რა ქვია? რა? გამოსცემე შენი სახელი. ой, здравствуйте, я ваша тётя. ახლა მოგიჩა ჩემი გაცნობა? არ გეტყვი. გამახსენე რო გეუბნები. გეხვეწები, ნუ გამახსენე რა. ჩიტო ჩემო ბატონო. ჩიტო. იცი როგორ მეძახდა დედა ჩემი? ჩიტო ჩიორა. ჩაი არ გინდა? ჩიტო ჩიორა. იცი რა, ან ჩიტო დამიძახე, ან ჩიორა, გაიგე? კარგი. ჩაი არ გინდა? ცოტა კიდე მოითბინე, არაფერი არ მოგივა.
რასო ჩაის გაიძახი რა თათარი ხარ? რატო ვარ თათარი? რატო და ჩვენი სახლში მისვლა ჯერ არ შეიძლება? რატომ? იცი იქ რა ამბავია ეხლა? მილიცია, პოლიცია, ძაღლები, მეზობლები, სასტრაფო. ვაიმე. სად? ჩვენთან სახლში. შენ იცი რომ მთელი ღამე სახლში არ ყოფილ ვარ? აბა, უკვე 12 საათია, რაც დაკარგულები ვარ. მართლა? შენ რომ ღამე არ გეძინება, სხვებიც ასე ნუგონია გენაცვალ. ვაიმე, როგორ მეძინება შენ არ იცი. იცი როგორ მეძინება, ცოტა ხანი დამაწვინე გეხვეწები. აი ასე, ჩიტო ჩიორაო, რაო ბატონო მელაო. ერთი ბატონი. ახლა მეც კი მეძინება, მაგრამ ჯერ არ შეიძლება. არა. რატო? ჯერ კარგად უნდა დაუფრთხოთ ანგელოზები. ვისა? რა ვისა? კაცო, შენ მაგას სკლეროზი ხარ და რა ვისა? ერთი ამას უყურე. მიყურე. ჩაი მინდა რა იყო, შეიძლება? რამდენჯერ უნდა აგიხსნას, შეიძლება ყველა გულწასულები ყრიან, ძირს და ვეღარ ასულიერებე. ოხ, ვერაფერი ვერ გამიგე, იქ ყრია, იქ მილიცია, იქ ძაღლები, იქ პოლიცია. ვერაფერი დაწყნარდი. ერთი ეს მითხარი. აი ის მაინც თუ იცი, სად მოგიყვანეს. კი და კარგია. ჯერ ორი დღეა რაც ახარ გენაცვალე, საჭმელი არ გაგია და სასმელი, მამდა მოგეწონებოდა. რა არის კარგი რა? ოი, ასე ხო კატები წყალ სახში. ვაიმე, კატები როგორ აბა, კატას მე შენ სახში არ მოგაყვანინებ არაფერი. იცი იქ რამდენი კატა მყავს. არც მე მიყვარს, კატები არც გიგიშას. შენ თუ კიდე დარჩი, კატას არ მოგაყვანინებ იცო. მე ძალიან მიყვარს კატები. გიყვარს არა? გიყვარს. ძალიან. იმ კატას კალთაში თავზე ხელს გაცვავე, ეფერებიან. შენ იცი ჩემ შვილს, ჩემთვის რამდენი ხანი არ უკოცნია. ერთი წელი იქნება 5 თუ 10-იც. მართლა? მე კი მე მაკოცა. შენ გაკოცა? კარგად მაკოცა. ასე მაკოცა. ასე მეც კი მკოცრის ახალ წელს დაბადების. აი სადმე რომ მიდიან შორს დიდი ხნით და მე უკან რო ბრუნდებიან. და კარგია. რა არის კარგი? იცის თუ შევხვდი მაგ დროს თუ ისე გავა 3 თვე ვერ წვედა. ბატო. აი გეფრატო. არა ხომ მოგინდება ზოგჯერ ადამიანთან დალაპარაკება. გაიგონებ ხან სიცილს, ხან სიმღერას, ჩხუბსაც. არა, ჩხუბი. იცი რაც არ უნდა ჩუმად გამოფრატუნდე ოთახიდან. შუა ოთახში უსათუოდ რომელიმე შეხვდება და ძალიან თავაზია. დედა გნება აფრამე. დედა ხომ ხედავ მუშაობ, ჯობია დაისვენო, ჯობია დაიძინო. იცი რა, საერთოდ ჯობია რომ იცი რა, შენ წაიღე და თქვი. ეს ასე და ესეც ასე. Вот так. ირთე ამას უყურე. თქვა? თქვი. მეტი რა ვთქვა? ყველაფერი მაქვს, სადილი, ვახშამი, ხილი, ტორტის ამხელა ნაჭერი სხვადასხვა რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს ვერ ვაყავ. იმიტომ რომ ჩაისთან ერთად უნდა. არ მინდა ჩაი, რა ჩაცინდი ამ ჩაის. ჩაი. ნუ გეშინია, შენც ყველაფერი გექნება. სადილი, ვახშამი, გარეცხილი, ტელევიზორი, წამალი, მეტი რა გინდა? გარეცხილი ტელევიზორი რა გინდა? მე იცი რა მინდა? რა გინდა? რა მინდა და ის რო ქვია? რა ქვია? მე რა ქვია, არ გახსოვს. რას კითხულობ, რო არ ვიცი? აი, გეუბნები, მე რომ მინდა. აბა რა გინდა? აი, რომ მინდა მე. იცი როგორია? აი, აქ არის ასეთი. ტელევიზორი? ტელევიზორი. ვიცი მე ტელევიზორი. აი, აქ არის ასეთი. მერე? აქ არის ასეთი ზევით, ასეთი. აქ უყურებ
და აკა ჯუგ აი ეს მინდა ამდენ ხანს არავინ არ მოგისმენს გეტყვიან ჯერ მოიფიქრე ბატონო რა გინდა და მერე გითხარიო ნადაზე თუ იცი ის პატარა მაგი და რატო შემოიტანეს ჩვენ ოთახში რატო სამზარეულოშიდაც აღარ გავა რატო არა მე ისედაც მარტო ვსადილობდი ხოლმე შეიძლება ეს უკეთესიც არის მე და შენ იცი რა ეხლა მილიციაში და გვეძებონ რამდენიც მილიციაში რა და ხოცა მუდეშინია რა ჩვენ რომ დაგვიჭირო ციხეში კი არ ჩაგვსვავე არა ვაი შენ რა ქვია ისა იცი შენ არ იცი აი არ გინახავს ტელევიზორში საწყალი პენსიონერი მინახავს ნაგვის ყუთთან როგორი ქექებია ნაგვის ყუთში დედა იცი ახალგაზრდებით ვაიმე და ბავშვები ვიცი მაგრამ შეიძლება მთელი ოჯახი ნაგავში ეძებს მაგრამ მერე მიდია და ერთად ჭამე ერთი ოთახია არა შეიძლება ოთახი საერთოდ არა კიბის ქვეშ არიან ბატონო შეყუჟული მაგრამ ერთად რაც კარგია ალბათ იმას ბავშვებს აძლევენ ეს ტუალეტი არიცი სადარი გაიხედე იქ ბუჩქებს ხედა რომდენ წადი იმ ბუჩქების უკან რა მოხდება აბა რა ქნა ეხლა ბუჩქებს აქ ვერ მოგიტანმე ვაი ფისო აქ იყო აქ რაღაც დარგვის ფისო აქ იყო აი ფისო ვაი მე შენ აგაკ რა მაქვს რა გაკ მაქვს ტელეფონი შენ აგაკ რატომ მაქვს არ მაქვს არა აგაკ არა აბა საიდან ის ვიცი გაჩერდი ფისო გაჩუნდი აბა ეს რა ვაი ეს შენ საიდან აგაკ მოიპარე რატო აბა შემთხვევით აიღე არ ვიცი დავიღუპე რატო ეს ჩემი ქალიშვილის ტელეფონია ეხლა იფიქრებენ რომ გამხურდე და ისე წამოველი გამხურდეთ არა ის აბა რატო წამოიღე ეს ჩემი ქალიშვილის მობილურია ეს ეხლა გამახსენდა აივანზე რო გაგიშვი იქიდო მაგიდაზე არ ვიცი იქ ბევრი რაღაცა იყო ისე წამოვიდე რა კიდე ვაიმე წამოვიდე კიდე ამოიღე ადეგისეზე აწიე ხელები მაგლა ასე ეს მაგვიძარა რა დგინდოდა ამ დღეში ძილს აპირებდი თუ რა დგინდოდა არა მაქვს საათი და რა დგინდოდა კიდე რა წამოიღე მაჩვენე რა წამოიღე ვაიმე ეს სარეცხის შპილკები რა დგინდოდა ამიხსენი აქ სარეცხის გარეცხას აპირებდი თუ რას აპირებდი Нет, так красиво, вот видишь, красиво. ვაიმე გამაგიძე ეს მითხარი დარეკვა იცი ტელეფონზე შენ გეკითხები დარეკვა იცი ტელეფონზე ხო კი აბა დარეკე მოდი დარეკე ჩქარა მოდი დარეკე ჩქარა გავიგოთ რა ხდება მოდი შენი ქალიშვილის ტელეფონია დარეკე ჩქარა დარეკე შენ აი შენ ვაი გასულია მომსახურეობის ზონიდანო გალები არიან ხედავ სამსახურში და წარწასულა გვეძებენ კიდე დარეკე რა კიდე გავიგვერდი ხო აბა მიდი დააჭრე უი ჩემი ქალიშვილის ხმა იყო ალო და მე ტუ მოდი აქ დავაჭირო ხო ეხლა მე უნდა დამრეკო ერთი უნდა ხმაზე რომ იცნოს მომეციეს შეხვარა მოიგო ხა გაჩვენე უი გამარჯობა უკაცრავად თუ შეიძლება ჩინოს თქოვეთ მე ელისო ვარ ჩიორას მეგობარი ბავშვობის ერთად სწავლობდით კლასელები
ჩიტოს ძინავს. ოთახში არ შეუხედავ. ჩვენი წასვლა არც გაუგია. Ну спит человек, что делать? მორჩა. აქედან ფეხის გადამდგმელი არა ვარ. აი აქ დავიძინებ და აქ მოვკვდები. მე რა შვები? აი აქ უნდა მოვკვდები. რა შვები? რა? ეს ასე როგორ შეიძლება ეხლა? ჩიტო. თუდათა ხა? ჩიტო. 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 ჩიორა არა. აი მარტო ჩიტო. ვაიმე. არ გაციდე ჩიტოია. ჩიტო გეხვეწები რა. გაციდები შერიჭირი მე. დედიკო ჩემო საყვარელი. ადექი რა გეხვეწები. ადექი. ვაიმე. ადექი რო გეუნები. რა ცუდი გოგო. ხალი ხარში ცუდი. გული გამიხეთქედა. ადექი უნდა წავიდეთ, სახში წავიდეთ, მე გზა არ ვიცი. მოიცა. თუ ჩვენი წასვლა არ გაუგიათ. ხო. სახში რატო არიან? რატო? ამ დროს სახში რა უნდათ? დავიღუპე. რატო? დღეს შაბათი ყოფილა. და სიმოდი შაბათი. შაბათი? ხო, შაბათი. ვაიმე დავიღუპე. რატო? დღეს გიგიშას მოიყვანენ. გიგიშა ეგრევე ჩემ ოთახში შემოვარდება და დაიძახებს. ჩიო, მომეცი ჩემი მოტოციკლეტი. მე მივცემ, მე ვეთქვი ბოროტმა ჯადოქარმა წაიღო მეთქი. მე მივცემ ლეორვერს. მე ხმალს ავიღებ ხელში. ვაიმე, წავიდე. მოდი რა შენი ყავი ბოროტი ჯადოქარი. Нет, не спящая красавица. მე მოკლავთ ბოროტ ჯადოქარს და მოტოციკლეტს დავიბრუნებ. ჩქარა თორე შეიძლება გიგიშა უკვე მოსულია. შენ არ იცი როგორ ვერთობით ხოლმე. არაფერი დაგჩეს. ყველაფერი ჩალავი. აი, ეს საქმეები ჩაიცი თორე დაგჩეს. არა, მჩია, ჩემია. ეხლა სარკე. სარკე ჩადე. ვაიმე, შენ არ იცი როგორ ვერთობით ხოლმე. შენ არ იცი რა. გიგიშა, ესე ოდნავ დაგადებს. ვითომ. იყავი რა ბაბაიაგი. Нет, не спящая красавица. იცი რა? კარგი, აი ეხლა 1-2 დღე დავჭირ საათში. სადა? საათში. მე კარგად მომემზადო და ისე წამოვიდეთ. ხო, კარგი იყო აქ. კარგი და კარგი. წავედი, დაბაჭკარა, თორე გიგიშა იქნება გვემოდება. შენ არ იცი როგორ. ვაი. სულ მაყრილებდა დედაჭები, ჩიო, ფეხი არ მოიდეხო. ვაიმე, ფეხი მოიდეხე? არც ახლა მოვიტეხე. სად მიდიოდი? სად მერე სად გეძებო რომ დაიკარგო? შენ ბიჭს რა პასუხი უთხრა? ვეცა თუ ბიჭი ჩემია და ქალი შენი. არა, ბიჭი ჩემია. შენია. აბა წამოდი გველოდები. არა, ჩქარა, ჩიტო. ხო გითხარი, ან ჩიტო დამიძახე, ან ჩიო. კარგი. გიგიშა? ვინ არის? გიგიშა ვინ არის? ჩემი შვილი. უი, მადლობა ღმერთს, ეს მაინც დაიმართო. წამოდი, ყველაფერს კი ამბობს, გაში. შენ არ იცი.